თუ ტყუპის ძალი ყავს, შენი iPhone-ის Face ID-ს გამოყენება შეუძლია. თუ iPhone-ის დინამიკი დაისვარა, ნემსი და კბილის შხირით შეგიძლია გაწმიდო. თუ iPhone-ი გაქვს და ამის კიდევ გჯერა, ვიდეოს ბოლომდე უყურე და გაიგებ უნდა დაუჯერო თუ არა მსგავსი ტიპის მითებს iPhone-ზე. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ Apple-ში სიახლეა, სერვისთან ერთად აქ შეგიძლია შეიძინოთ Apple-ის აქსესუარები, სახლიდან გამოსვლით. ასევე გამოიწერეთ Apple-ის გვერდი, რომ არ გამოტოვოთ საინტერესო სიახლე. დავიწყოთ მითი ნომერი პირველი. თუ ტყუპის ძალი ყავს, მას შენი Face ID-ს გამოყენება შეუძლია. ეს ნაწილობრივ მითია, ნაწილობრივ სიმართლე. თავად Apple-იც კი აღიარებს, რომ იდენტური ტყუპების ან თუნდაც 13 წლამდე დაძმების შემთხვევაში Face ID შეიძლება შეცდეს. რადგან ბავშვებში სახის ნაკვთები ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ასე რომ თუ ყავს ტყუპის ძალი, მას შეუძლია შენი საიდუმლოებების მარტივად გაგება. მითი ნომერი 2. თუ iPhone-ის დინამიკი დაისვარა, შეგიძლია ნემსი თან კბილის შხირით გაწმიდო. ნემსის არასწორი მოძრაობით შეიძლება მექანიკურად დააზიანო დინამიკის დამცავი და მომენტალურად iPhone-ს დაუკარგო წყალგამძლეობა. გაწმენდა უნდა მოხდეს სპეციალური რბილი ჯაგრისით. თუ ვიდეო მოგეწონა, არხი გამოიწერე და კომენტარებში დამიწერე, რომელი მითის გჯეროდა.